სიტუაციაში ვიმყოფებით დღეს რკინიგზას დამემართებაში, ანუ მოლაპარაკებების კუთხით. კარგად ვიცით, რომ საქართველოს რკინიგზათა ახალ პროფესიულ კავშირებს რამოდენიმე შეხვედრა ჰქონდა რკინიგზის ადმინისტრაციასთან, ეს იყო ორი შეხვედრა. ამ ორ შეხვედრაზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა. საკითხები, რომლებიც რკინიგზელების მოთხოვნაა. სამწუხაროდ სამ ძირითად საკვანძო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შევიდა ჩიხში. ესენი გახლავთ ზეგანაკვეთური ტარიფის ანაზღაურება, ეს გახლავთ შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატი და ეს გახლავთ მე-13 ხელფასი. რატო არის ხა ეს მოთხოვნები რკინიგზელების ასე მწვავე და ესე აქტუალური? და ჩვენი აზრით და ამაში ყველა რკინიგზელი გვეთანხმება სავსებით სამართლიანი. მოიხსენებათ ყველა ქვეყანაში, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადამიანების ფულს უხდიან იმაში, იმ სამუშაო შესრულებაში, რასაც ისინი ახორციელებენ. შესაბამისად, ჩვენ რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირები სწორედ ამას ვითხოვთ, გადაუხადონ რკინიგზელებს იმ სამუშაოს შესრულებაში ფული, რასაც ისინი ახორციელებენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რკინიგზელებისათვის შრომისა და სტაჟის მიხედვით სახელფასო დანამატი. ეს ტრადიცია არსებობდა ყოველთვის რკინიგზაში და აქვს რკინიგზელებს იმის სურვილი, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდეს და არ დაიკარგოს. ყოველად შეეხება მე-13 ხელფასს, ანუ პრემიების სისტემას. ისეთი დიდი ორგანიზაცია, როგორც საქართველოს რკინიგზაა, ისეთი დიდი დონორი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ავსებს. რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მენეჯმენტის სწორ მუშაობაზე, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ რკინიგზის მუშაობაში და მის წარმატებულ მუშაობაში დომისწრული მიუძღვით ადამიანებს, რკინიგზელებს, რომლებიც ძალიან სავალალო პირობებში ეხება შრომის უსაფრთხოებას, ეხება ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებს, ახერხებენ და მუშაობენ მაინც და ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტები არის. შესაბამისად, ამ ადამიანებს აქვთ სურვილი და აქვთ უფლება, სრულიად სამართლიანი უფლება მოითხოვონ პრემიალური სისტემები. სამწუხაროდ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, აი ამ სწორედ ამ სამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მედიაციის კუთხით მიგვემართა სახელმწიფოსათვის, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის. სამწუხაროდ გამოიწვია ძალიან არაადეკვატური რეაქცია რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან აი ამ ფაქტმა და შეწყდა ყოველგვარი მოლაპარაკებები. დღესაც და 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ ეს მოთხოვნები, ეს პროტესტი, რომელიც რკინიგზელებს აქვთ, მშვიდობიან მოლაპარაკებების გზებით გადაწყვეს. დღესაც აი ველოდებით მაქსიმალურად არ აქვს მნიშვნელობა რა დრო იქნება გამოხმაურება რკინიგზის ადმინისტრაციიდან და მოვახერხებთ იმას, რომ არ დაჭირდება საქართველოს რკინიგზელებს, საქართველოს რკინიგზათა ახალ პროფესიული კავშირის და რკინიგზელებს იმ პროტესტის მწვავე ფორმის გამოყენება, რომელსაც ქვია გაფიცვა, რომელიც არის 14 ნოემბრისთვის დაანონსებული. აი რა შეხედა შეხვედრა ისთან ქონდა კონკრეტული მოლაპარაკებები და რატო შევიდა ჩიხში? მოლაპარაკებები ჰქონდა შემადგენლობა, ასეთი კომისიის შემადგენლობა იყო 2 დირექტორთა საბჭოს წევრი, ერთი ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე რკინიგზის იურისტი. ჩვენი მხრიდან პროფკავშირების წარმომადგენლები იყვნენ. ძალიან ბევრ საკითხზე მოვახერხეთ შეთანხმება, თუმცა რაც შეეხება ფინანსურ თემებს, მათ არ აღმოაჩნდათ, ასე ვთქვათ, კომპეტენცია ჩვენი აზრით. ყოველ შემთხვევაში არ დავინახეთ მზაობა აი ამ ფორმატის შეხვედრებზე იმისა, რომ ეს პრობლემები მოლაპარაკებების საგანეწყი გამხდარიყო. სწორედ აქედან გამომდინარე მივიჩნიეთ საჭიროდ ჩართულიყო მედიაციის სამსახური, ჩართულიყო მთავრობა და გაადვილებოდათ ერთის მხრივ რკინიგზის ადმინისტრაციას გადაწყვეტილებების მიღება და მეორეს მხრივ ჩვენ რკინიგზათა ახალ პროფესიულ კავშირებს ამ გადაწყვეტილების საზოგადოებამდე იტანა და ახსნა მათთვის. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამან გამოიწვია რკინიგზის ხელმძღვანელობის მხრიდან მწვავე რეაქცია, უარყოფითი რეაქცია, რა თქმა უნდა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ის მაგალითად რომ ეხლა ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვისხდეთ და ვეძიებდეთ გამოსავალს, რომ როგორმე თავიდან ავიცილოთ სოციალური პროტესტი, ხდება შემდეგი რამ. ყველა მაღალი თანამდებობის რკინიგზის ხელმძღვანელი წასულია, ასე ვთქვათ, გასულია ხალხში და ახდენს მათზე ზეწოლას. დარიდა წერილები, სადაც საუბრობენ ისინი, რომ ეს გაფიცვა არაკანონიერია, ჩვენ უნდა ვაცნობოთ ყველა რკინიგზელს, რომ ეს გაფიცვა სრული კანონის დაცვით არის და იქნება, თუ ეს საჭირო გახდა ხვალ
იმის მაგალითად რომ დაასწრენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და მივახციოთ შედეგს, ცდილობენ აი ამ პროტესტს პოლიტიკური ელფერი შეძინონ, რაც ძალიან შეურაცხყოფელია როგორც რკინიგზეთა ახალი პროფესიული კავშირებისათვის, ასევე თითოეული რკინიგზელისათვის. თუ დღესაც არ იქნა გამოხმაურება მთავრობის მხრიდან, ან რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან და ანუ არ შედგა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ საქართველოს რკინიგზა გაჩერდება 14 ნოემბერს, ეს იქნება უადო გაფიცვა. აი ამაში მდგომარეობს. მე უბრალოდ ყველა შეხვედრაში, ყველა ასე ვთქვათ, ჩემს ინტერვიუში ვაფიქსირებ იმ ხარდაჭერას რკინიგზის გენერალური დირექტორის მიმართ, ახალგაზრდა ადამიანი ხედაღამე ცდილობს იმას, რომ ორგანიზაციას წარმატება მოუტანოს და ახერხებს კიდეც ამას, თუმცა რკინიგზაში არის არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მოგახსენებთ, მას შემდეგ რაც ყოველგვარი კონტაქტი შეწყდა ჩვენსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის. დიახ, დავასახელებ. მას შემდეგ რა ყოველგვარი კონტაქტი შეწყდა რკინიგზის ადმინისტრაციასა და ახალი პროფესიული კავშირის შორის, პირადად მე ავდექი და სათითაოდ ჩამოვალე ყველა ხელმძღვანელს, მათ შორის ბატონ კოკაგუნცაძეს, ვისაუბრეთ ამ თემის შესახებ, თხოვე მათ, მოუწოდე რომ იქნებ როგორმე გამოიჩინოთ ეთნინება, დავსვათ მოლაპარაკების მაგიდასთან. და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც თავიდან ააცილებს ორგანიზაციას აი ამ უსიამოვნო ფაქტს. სამწუხაროდ ბატონი კოკას პოზიცია არაადეკვატური და არასამართლიანია როგორც რკინიგზეთა ახალი პროფესიული კავშირებისათვის, ასევე რკინიგზელებისათვის და მე მგონი დღევანდელ რეალობასთან მიმართებაშიც, იმ რეალობასთან, რა რეალობას დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს. არ გამოხატა უბრალოდ მისი ასე ვთქვათ პოზიცია არ ეთანხმება ამ პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაწყვეტას. არ ვიცი, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ბიძგი ესკალაციისაკენ, სიტუაციის ესკალაციის აქედან გამომდინარე შესაძლო ფინანსურ ზარალზე, რაც შეიძლება რკინიგზას მიადგეს და შესაძლო ზოგადად ზიანზე, რაც შეიძლება ორგანიზაციის იმის მიადგეს, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ბატონ კოკაგუნცაძეს. კიდევ ერთხელ ვთხოვთ, კიდევ ერთხელ მოგუწოდებთ. როგორც ბატონ კოკას, ისევე რკინიგზის ყველა ხელმძღვანელს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს, მე მინდა აღვნიშნო, რომ შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ სიტუაციაში, ამ პრობლემების მეგვარებაში, სამწუხაროდ ვერ ხერხდება ვერც ესეთი დონიდან რკინიგზის ხელმძღვანელობის დაყოლიება მოლაპარაკებაზე, ვერ ხერხდება ამ ადამიანების იმ პოლიტიკური ამ ადამიანების ასე ვთქვათ შეხედულების შეცვლა, რომ ესკალაციას არ მიეცეს ასე ვთქვათ ხელშეწყობა და პირიქით ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს. რა თქმა უნდა, რკინიგზეთა პროფესიული კავშირები აკეთებს იმას და მისი თავარი მოვალეობა, ერთადერთი მოვალეობა არის მისი წევრების და რკინიგზელების შრომით უფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ რკინიგზელების უფლებები, დავიცვათ მათი სურვილი, დავიცვათ მათი პროტესტი და კიდევ ერთხელ გამოხატავთ მზადყოფნას იმისათვის, რომ ხვალამდე უბრალოდ შედგეს მოლაპარაკება და მშვიდობიანად გადაწყვეტს ყველაფერი. აი რამდენი წევრია საერთო კავშირში და ზუსტად მთავრობის პანელთან დაკავშირებით კონკრეტულად საგაიმართება. დიახ, მოგახსენებთ ჩვენს ახალ პროფესიულ კავშირებში 6300 წევრია გაწევრიანებული, მაგრამ თვითონ მოთხოვნის სიმწვავე და საჭიროება იმდენად ნათელია, ჩვენ ვარაუდობთ, რომ ამას შემოუერთება რკინიგზაში დასაქმებულების დაახლოებით 95%, ის 5% ალბათ ადმინისტრაციის და მაღალი თანამდებობის პირები თავ შეიკავება. ასე რომ მაკუთხით ჩვენს ორგანიზაციას წევრების მხრივ რაიმე პრობლემები აქვს, ან ის რომ ეს ჩვენი იდეაა და არა საზოგადოების, აბსოლუტური სიცრუეა. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ გაიაზროს, რასთან გვაქვს საქმე. პასუხისმგებლობა იგრძნონ, ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორცაც ჩვენ გვგზნობთ. ამ შემთხვევაში პრობლემა არის ასევე და ჩვენ გვაქვს სრული იგნორი, აბსოლუტური იგნორი რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან, რასაც რა თქმა უნდა ვერ შევეგუებით. საზოგადოება რკინიგზელები არიან მოლოდინში, იმის მოლოდინში, რომ რკინიგზა არა მარტო
ფინანსური მოგების და მენეჯმენტის კუთხით, არამედ სწორ პოლიტიკურ კურსს განახორციელებს, რომელიც იქნება ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოწოდებული. დიახ, ყველა გამოცხადება საკუთარ სამუშაო ადგილზე, უბრალოდ არ შეასრულებენ საკუთარ სამუშაოს, დავალებულ დაკისრებულ სამუშაოს. არა, გაქცევა იქნება ჩვეულებრივ. არ იმუშავებს. რა თქმა უნდა, გაქცევა იქნება უადო. რკინიგზის გაფიცვა ეს არ გახლავთ რაღაც პატარა ხარხნის გაჩერება, ეს ძალიან დიდწილად დაკავშირებულია და ყველა ამას უნდა აცნობიერებდეს ფინანსურ ზარალთან, ესე რომ სახელმწიფოს იმიჯზეც იმოქმედებს, რკინიგზიც იმიჯზეც იმოქმედებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და ყველა ჩვენს გამოსვლაში, ყველა ჩვენ შეხვედრაში მოვუწოდებთ მათ თავიდან ავიცილოთ პროტესტის ეს უმწვავესი ფორმა. თუმცა ეს პოლიტიკასაც ჩვენ ხედავთ ჩვენს მიმართებაში რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან პრინციპულად მიუღებელია არა მარტო რკინიგზის პროფკავშირებისათვის და რკინიგზელებისათვის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოებისათვის. თუ შეიძლება ბატონ, ანუ მე მინდა კონკრეტულად იმ სამოთხოვნაზე გავამახვილო ყურადღება, რაც აქვს რკინიგზელებს და მათ შორის დავის საგანი გახდა პროფკავშირთან, რკინიგზის ადმინისტრაციასთან და პროფკავშირის ურთიერთობაში. ეს სამი დავის საგანი არის ზენორმატიული ანაზღაურება, რომელიც უკვე შრომის კოდექსი, ამოთხოვნა შრომის კოდექსი ამყარებს თავისი კანონიერებით და შესაბამისად ეს მოთხოვნა არის რეალური და ის უნდა შესრულდეს უპირობოდ და ამაზე თუ მოგვიწევდა საერთოდ მსჯელობა რკინიგზის ადმინისტრაციასთან და მოლაპარაკებების გამართვა საერთოდ არ გვეგონა იმ პერიოდში, როდესაც მოლაპარაკება დავიწყეთ, იმიტომ რომ შავით თეთრზე წერია, რომ ზენორმატიული ანაზღაურება 17 საათი, რომელსაც რკინიგზელი შეასრულებს ნებისმიერ დასაქმებული, უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ტარიფით. რკინიგზის ადმინისტრაციას აქვს პოზიცია, რომ 17 საათი არ ანაზღაურდეს და გაკეთდეს დღემაგიერის დაწესება, რომელიც ასევე შრომის კოდექსში არის, რომ დღემაგიერის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია კომპანიას, როდესაც დასაქმებულის თანხმობა აქვს. ამ შემთხვევაში დასაქმებულები ითხოვენ, რომ ანაზღაურება იყოს თანხმობრივი, შესაბამისად მოთხოვნა სამართლიანია. მეორე მოთხოვნა ეხება პრემიალურ სისტემას. არის საუბარი, რომ რკინიგზა წაგება, რკინიგზას ცუდი მდგომარეობა აქვს წლევანდელ წელს, არის ცოტა ნაკადი თურქის. ეს სინამდვილად არ შეესაბამება. მართალია, რომ რკინიგზას წინა წელთან შედარებით ნაკლები მოგება აქვს, 44%-ით ნაკლები მოგება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ვინც ამ გაფიცვას აწყობს, ანუ საკუთო გადაზიდვებში დასაქმებული ხალხი, ამ კომპონენტში რკინიგზას აქვს 1%-იანი მატება წინა წელთან შედარებით. 6 თვის მონაცემებით რო გადახედოთ უტრაზე სტატუტო გადაზიდვებით, სუფთა მოგება რკინიგზას დაუფიქსირდა 51 მილიონი 6 თვის მონაცემებით. აქედან 77% მოგების არის სტატუტო გადაზიდვებით, ანუ იმ ხალხის ისეზე და შრომით მოპოვებული, რომლებიც დღეს ამ პრემიალურ სისტემას ითხოვენ, 13 ხალხს ითხოვენ და ეს მაჩვენებელი არის წინა წელთან შედარებით 1%-ით გაზრდილი. ცუდი მაჩვენებელი აქვს რკინიგზას სხვა ხარჯებში, გაურკვეველი სხვა ხარჯები რა არის. ცუდი მაჩვენებელი აქვს რკინიგზას ვაგონების იჯარით გაცემის კომპონენტში, რაც რეალურად საერთოდ არის დასაქმებულების მოქმედებებზე და შრომაზე დამყარებული და ეს რეალურად არის მენეჯმენტის ეფექტურ მუშაობაზე დამოკიდებული და სინამდვილეში ჩვენი მოთხოვნა ამ მხრივ პრემიები მე-13 ხელფასი გარიგდეს რკინიგზას ისე როგორც წინა წლებში ვიგდებოდა და ისე როგორც განულ პერიოდებში იყო, ესეც არის სამართლიანი მოთხოვნა და მესამე საკითხი არის ზედმეტი წელთან ამსახურების კლასისა და თანმიმდევრობის აღდგენა, რაც ეზიგბაიას თავების სახელმძღვანელობის პერიოდში შეუწყდა რკინიგზელებს და უკვე წელიწად ნახევარი ამ მოთხოვნას აყენებს რკინიგზელები, გახსოვთ წინა წელს ისევ ჩვენი ორგანიზებით ჩვენი სამართლიანი კუთხეში ჩვენ ვედექით მაგ გაფიცვასაც, იმ გაფიცვის ორგანიზებას სათავეში, რაც განხორციელდა მაშინ, რასაც ეზიგბაიას გადაყენება მოყვა. მაშინაც იდგა ეს მოთხოვნები და მაშინ მივიღეთ ეკონომიკის სამინისტროდან დაპირება, რომ ამ მოთხოვნებზე გენერალური დირექტორი როგორც კი დაინიშნებოდა, ახალი აუცილებლად დაიწყებოდა ამ მოთხოვნების მოგვარების წესი. სწორედ ამიტომ შევწყვეტეთ მაშინ გამაფრთხილებელი გაფიცვა და
დღეს ისევ ამ პრობლემას ვაყენებთ, ასე რომ სამივე მოთხოვნა არის სამართლიანი, სამივე მოთხოვნა არის დასაკმაყოფილებელი და ვფიქრობ, რომ რკინის ადმინისტრაცია არ უნდა ანიავებდეს ამ დროს ის 21 დღიანი ვადა, რაც შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული, არ უნდა განიავებულიყო ისე როგორც განიავდა. ამის შემდეგ 21 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ ჩვენ კიდევ მივეცით 9 დღე დამატებით მოლაპარაკებისთვის, ეს ვადაც არ იქნა მათ მხრიდან გამოყენებული. შესაბამისად დაანონსებული გაფიცვა შედგება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დარჩენის საათებში ჩვენ მზად ვართ დღე-დაღამე რკინიგზელებს, ჩვენ თავად რკინიგზელები ვართ ამ პროფკავშირში დასაქმებული, ამ პროფკავშირის წევრები, ამ პროფკავშირის ხელმძღვანელი პირები რკინიგზელები ვართ, ჩვენ დღე-დაღამე გვიწევს მუშაობა ხაზზეც და შესაბამისად არც მოლაპარაკების მაგიდასთან გაგვიჭირდება ჯდომა და იმ პრობლემებზე საუბარი და იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე რომ ხვალ ეს გაფიცვა არ შედგეს, მაგრამ შეგვიძლია ისე.